ამას მიიღებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და გვეუბნება, რომ მე არ ამყავს ექსპერტები და გთხოვ წარმომიდგინე. ეხლა მივდივართ შემდგომ მე როგორც ფიზიკური პირის წარმომადგენელი პაციენტი სად უნდა ვიშოვო ეს ექსპერტი, ხო? სადღაც ეს შეჯგუფული ხომ არა? ესეთ რაღაცას ამბობთ, რომ ყველანაირი სურვილი იკარგება ბრძოლის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ალტერნატივა, რომელიც არის მაგალითად ბაზარზე ჩვენ შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ცენტრები, რომელსაც უპირატეს შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში პირდაპირ მას მიმართავთ, იმიტომ რომ ფაქტია, ჩემმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ ჩვენ რომ რამდენჯერაც დაუკვეთეთ ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულს აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო წარუმატებელი, იმიტომ რომ ამის ერთ-ერთი საფუძვლად არის მითითებული, რომ სამწუხაროდ სამხარაულის ბიუროს არ აქვს შესაძლებლობა და მექანიზმი დაავალდებულოს და მეორე არის ანაზღაურების საკითხი. როგორც მე განმიმარტეს, იმდენად მიზერია ანაზღაურება, თითო ექსპერტის ღირებულება დაახლოებით 250 ლარს შეადგენს, რომელიც ბუნებრივია დაკავშირებულია ტიტანურ შრომასთან, ამ გულისხმობს საქმის გაცნობა ექსპერტიზის დაწერა მერე წარმომადგენლობა სასამართლოში, თუ სადაო გახდა ჩვენების მიცემა და ასე შემდგომ. ეს არის ნამდვილად მართლა ძალიან მძიმე შრომა და ბუნებრივია ახლა ექსპერტი ამასთან დაკავშირებით უარს აცხადებს, იმიტომ რომ ეს არის მიზერია ანაზღაურება, რაც შეიძლება შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის ექიმს გადაუხადოთ ანაზღაურება.